rising up back on the street. Did my time, took my chances. Went the distance, now I'm back on my feet. Just a man and his word to serve. რინგის წითელი კუთხე დებიუტანტი მებრძოლი თბილისიდან აკაკი სამადაშვილი. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night. And he's watching us all with the eye of the tiger. Face to face out in the heat. Hanging tough, staying hungry. We stack the odds, we take to the street. For the kill with the skill. მაშა ასე მეკობრებო 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან მოკრივეები 4 რაუნდიან მსოფლიოს არაიტიკო ბრძოლაში გორელი ნიკოლოზ მაზმიშვილი რომელსაც ერთი ბრძოლა უკვე გამართული აქვს პროფესიონალური კრივის რინგზე და მის წინააღმდეგ დებიუტანტი მოკრივე აკაკი სამადაშვილი მერის ბაღის კრივის დარბაზიდან ნიკოლოზ მაზმიშვილი წარმოადგენს ვლადიმერ ჯანეზაშვილის კრივის კლუბს ნახოთ მე პირადად ძალიან მაინტერესებს ეს ორთა ბრძოლა გამდინარე იქიდან რომ ვიცი ნიკოლოზ მაზმიშვილის აქვს ძლიერი დარტყმები ძალიან კარგი მოკრივეა რაც შეეხება სამადაშვილს საინტერესოა როგორ არის მომზადებული დებიუტია მისი და ნახოთ რა დონის კრივ შემოგთავაზებს დებიუტანტი მოკრივე აქტიურობს აკაკი სამადაშვილი პირველ ნომრად ცდილობს რომ იმუშაოს ნახოთ რას დაუპირისპირებს მას ნიკოლოზ მაზმიშვილი როგორც ხედავთ ცდილობს სამადაშვილი აქტიურობას პირველ ნომრად მუშაობას თუმცა მაზმიშვილი გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით გამოირჩევა კარგი კრივით და ეცდება რომ თავის შანსი ეძიოს აი ამ ბრძოლაში აქტიურია სამადაშვილი აშკარაა თუმცა მაზმიშვილი აკმებს პასუხებს
Remember the name. Yeah. This path we turn running out. Feel that. Ground shaking with my shell. მესამე რაუნდი იწყება. მესამე რაუნდი ხშირად არის გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ სწორედ აი მესამე რაუნდში გამოიკვეთება ხოლმე მოკრეების შესაძლებლობები. თუ რამე შეუძლიათ მებრძოლებს, აი სწორედ ახლა უნდა გამოავლინონ ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ტექნიკურად მოქმედებს. სამადაშვილი როგორც მოსალოდნელი იყო, ხოლო მაზმიშვილი თავისი უძლიერეს დარტყმებით ცდილობს მეტოქის გატეხვას. აქტიურობენ მებრძოლები. გასაგებია რომ ორივე მათგანი არის ახალბადა პროფესიონალური კრივის რინგზე. თუმცა იმდენი გამოცდილება ორივეს აქვს რომ აი ამ ბრძოლაში ყველაფერი ჩადონ. ჩვენ ხედავთ წინა ხელით კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს. აკაკი სამადაშვილი აჩეხა მაზმიშვილს აი ჩვენ ნახეთ თუნდაც ახლა რომ ცდილობს უძლიერესი დარტყმებით გატეხოს მეტოქე. თუმცა კარგად აიცილა მისი შეტევები სამადაშვილმა. მშვენიერია სამადაშვილის მონდომება. გასული ეს ტაიმიც და ვნახოთ. მესამე რაუნდი საკმაოდ საინტერესო ბრძოლა შემოგთავაზეს მოკრივეებმა და მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი გველის წინ. მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი. თუ რამე შეუძლია ახლა უნდა გამოაჩინონ, უნდა ჩადონ ყველაფერი აი ამ ბრძოლაში. დარწმუნებულია უკან არ დაიხევენ. ვიცით მათი საბრძოლო სტილი, აი იგივე კლასიკურად ვითარდება მოკლედ მოვლენები. უძლიერეს დარტყმებს ცდილობს მიაყენოს მაზმიშვილი, თუმცა ძალიან ტექნიკურია სამადაშვილი და მის დარტყმებს იცილებს. შესაბამისად წინა ხელით კარგად მოქმედებს უკვე
მეტოქის წინააღმდეგ. კიდევ ერთი დაღმა აიცილა. ესიც არ იყო ზუსტი. წლის სულ ახლახან გახდა სამადაშვილი და სასიხარლოა რომ პროფესიონალური კრივის რინგზე ეძლევა ჩანსი მებრძოლებს ვისაც აქვს სურვილი, აქვს მონდომება, აქვს ხასიათი პროფესიონალური კრივის რინგზე განსხვავებული ორთაბრძოლები იმართება. საჭიროა ძალიან დიდი მონდომება, რა თქმა უნდა, ბრძოლა, ხასიათი და ამავდროულად საჭიროა პროფესიონალური კრივის რინგზე შოუ. გულშემატკივართან ურთიერთობა. და სასიხარლოა რომ ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი მებრძოლი ბოლო პერიოდში გამოჩნდა პროფესიონალური კრივის რინგზე და შორის აი თუნდაც აი ეს წყვილი აკაკი სამადაშვილი ნიკოლოზ მაზმიშვილის წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ როგორი მონდომებით არიან მოკრევეები ცდილობენ ყველაფრის ფასად მიაღწიონ წარმატებას. დაასრულდა ეს ორთაბრძოლა. ამ ორთაბრძოლის მესამე რაუნდი და წინ მეოთხე გადამწყვეტი რაუნდი გველის. დაძაბულ ორთაბრძოლას ვადევნებ თვალყურს. იგივე სტილში გრძელდება დაპირისპირება, როგორც იყო დასაწყისი და პირველი სამი რაუნდი. ჩვენ ვხედავთ
რომ ნიკოლოზ მაზმიშვილი ცდილობს თავისი ძლიერი დარტყმების გამოყენებას, თუმცა თავის ტექნიკური უნარებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში სამადაშვილი ამ დარტყმებს იცილებს. ძალიან ძნელია ბრძოლა, როდესაც ბევრი გაცუდებული დარტყმა. აი ახლაც ნახეთ რომ ორი ზედიზედ დარტყმა გაუცუდა აი ახლა კიდევ აი ეს გაცუდებული დარტყმები ძალიან ხშირ შემთხვევაში ღლის მოკრივეს. მიაქვს ძალიან დიდი ენერგია. აი ნახეთ გამოვიდა სიტუაციიდან სამადაშვილი, აიცილა მისი დარტყმები და პირიქით ტექნიკურად თავად ოპასუხა. აი კიდევ ერთი მაზმიშვილი არის აქტიური, ძლიერ დარტყმებზე ორიენტირებული, თუმცა აი კიდევ ერთ რამდენი დარტყმა გააცუდა მაზმიშვილმა, არ ვიცი. ეს არის სამადაშვილის კარგი დაცვის ბრალი თუ სამიზნეა გასასწორებელი მაზმიშვილს. ყოველ შემთხვევაში მონდომება არაკლია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორი არ არის ხოლმე და მიზანში ვერ ხვდება მისი დარტყმა. დასრულდა ორთაბრძოლა და დააველოდნენ საბოლოო შედეგი. Shadows fall around. Nowhere to myself. Eyes ahead, no lie. This path is mine to wake up. That's your time running down. Feel it, ground shaking when I shake. და აი საბოლოო გადაწყვეტილება. გულები განაწილდა შემდეგნაირად 36-ით 40, 37-ით 40, 38-ით 39. გამარჯვება მოიპოვა აკაკი სამადაშვილი ქალაქი თბილისი. გამარჯვებული აკაკი სამადაშვილი გვერის ბაღის კრივის დარბაზიდან, მისი მწვრთნელები გიორგი აბრამიშვილი და მინდია ნოზაძე. ჩვენ